მოგესალმებით, ეს არის MMA News-ი და მე ვარ Iron Lash-ა, ამ პოდკასტის წამყვანი. ჩემთან ერთად არის სვანიმენი, გენადი ამუყრელი სტუმარი. როგორ ახარ? კარგად, მაო, შე როგორ ახარ? ყველაფერი მაგრად ერთად ვემზადებით. მადლობა დახმარებისთვის. უახლოეს პერიოდში ორივეც გვექნება იმედი გვაქვს, რომ ბრძოლები MMA-ში, მე უეჭველი მექნება მარტში მუშტიკრივში. შენ რა გეგმები გაქვს? თუ იცი უკვე კონკრეტულად ბრძოლა ეხლა მიდივარ ინდოეთში. ინდოეთში ბრძოლა გექნება? არა, ინდოეთში მიდივარ ფილმის გადასახებად. ვა. გავეჭიტები, ჯიმი, აჯა. ეს სისტემა არის ცხენი რომ გასრიალდება მანქანის ქვეშ და რაღაც. იმედია ცხენის ზოლი არ მექნება. ესე შენ არის ბრუტალური. დღევანდელი რეალობიდან მებრძოლებს გვიწევს ფილმში გადაღება და არა ბრძოლა. აი ზუსტად ამ თემაზე მინდა დღეს ვისაუბროთ. რამდენი პროფესიით უნდა იყოს დაკავებული ადამიანი იმისთვის რომ შეძლოს და ივარჯიშოს. იდეალურია კონდეს ერთი პროფესია და დანარჩენი ბევრი ჰობი. მოდი რა ვისაუბროთ რაღაც ზოგად მაგალითებს, აი კონკრეტულად შენი ისტორია თუ როგორ დაიწყე MMA ბრძოლა, რატო დაიწყე? და პარალელურად რამდენ პროფესიას დაეუფლე. ნახეთ, მე თავიდან ვიყავ ფეხბურთში, მე რაგბიში. ეს რა ასაკია, აი მოდი დავიწყოთ, თავიდან დაიწყე ფეხბურთი. ეს 45-46 წლები იყო. მოკლედ, სადღაც 10-დან 18 წლამდე ესე ფეხბურთი ვითამაშე. პროფესიონალურად. ბავშვობიდან სპორტი გიყვარდა, სპორტში იყავით, როგორ იყო? სოფელში გაზრდილი ვარ და მონაცემები მაგალი ხარ ფიზიკურად ძლიერი. განუყრელი პროცესია იქ სოფლის საქმეები, იქ რაღაცები. შეხარ იმერეთიდან, ისტორიას. ბაში არის სოფელი ესეთი, ძალიან ლამაზი, ქუთაისის სამტრედიაში არის და ანუ სოფელში ბავშვისთვის ყოველ დღე სპორტია. კი, თავისთავად. ნუ იმ დროს რომ ჩვენ ტელეფონი არ გქონდა, ეხლა რო სუხელში გვაქვს, ტელეფონიც არ გქონდა, ხეებზე აზრომა, იქიდან ვინ უფრო ხეზე გამოვარდნა კიდევაც. ხიდან ხეზე გადახტომა, იქ წყალში გადაცურვა, გამოსვლა, ნუ 24 საათი გასული ხარ ქუჩაში და რომ მოგშივდება, ან დაგიძახებენ და ან სახში არ გინდა თამაშობ, მოგშივდება, შედიხარ. ეხლა სხვანაირად ჯიან ბავშვებს. და ანუ 15 წლამდე იყავი ფეხბურთში. 15 წლამდე? არა 18 წლამდე ვიყავ ფეხბურთში. უმაღლესი სამაგ ნათამაშები. და რა გუნდში თამაშობდი? შემოვლილი მაქვს უამრავი ქუთაისის ტრობედო სამტრედის, ესა რა ქვია, თბილისშიც სამაგ ნათამაშები, ოზურგეთის მერცხალშიც, ზესტაფონშიც. ზესტაფონი ხუნს და მოკლედ პრობლემა იყო რომ ფინანსები არ იყო და მაგის გამო შევეშვი ფეხბურთს, გადავედი რაგბიში. რაგბიშიც ჰქონდა წარმატებები, კარგად თამაშობდი, მაგრამ იქაც არ იყო ხელფასები და შევეშვი ამ სპორტს. უფრო იყო შენი გადასვლები რისგან იყო დამოკიდებული ფინანსებიდან გამომდინარე. მე ხა ვინც ფეხბურთს თამაშობდა და მიცნობდა იმ პერიოდიდან, ალბათ ვახსოვ ვარ, იმიტომ რომ თავდასხმაში თამაშობდი, შემტევი ნახევარმცველი ვიყავი, ცველათაც შემეძლო თამაში. უნივერსალური ვიყავი და წინა უკან დავბოდი რა. და სასტავშიც თამაშობდი და ნუ ერთ-ერთი ბოლო თუ არა კარგი ფეხბურთელი ვიყავი გუნდში. მაგრამ ფინანსები არ იყო. ტელევიზორში აჩვენებდნენ რომ ხელფასები ქონდა, თავის ქუთაისში როცა თამაშობდი ბაზაზე ცხოვრობდი და ჩვენ ბიჭები ჩავდიოდით და კარტოფილს ხარშავდით. ჩვენ ნაყიდი ფული კარტოფილს ხარშავდით და ვინაწილებდით, მე დიდი რო ვიყავ დიდი კარტოფილი მოგდა. პატარა იყო ცოტა პატარა კარტოფილი და ესე გაგქონდა დღე და რა ქვია ხანი რა. ჯორჯიკ და კონკრეტულად რომ მივახლოვდეთ იმ პერიოდს, როდესაც გადაწყდა შენი MMA-ში გადასვლა. რატომ მოხდა? რა მიზეზები იყო? მიზეზები სურვილი. პირველი არის სურვილი. სურვილის გარეშე ხარავენ მოხდა. სად ფეხბურთი ეხლა და სად მუშტიკრივი და ჭუბები. აი შენ წარმოიდგინე ხა იმერეთში ფეხბურთი და მუშტიკრივი და ორი პოპულარული სპორტი კი? ორი ერთმანეთთან ახლოსაა, იმიტომ რომ იქ ვიღაცის შეყვარებულს რაღაცა აგადრეს, იქ ვიღაცამ რაღაცა ისე შემოხედა, იქ რაღაცა ვიღაც მაგაც გაყევი და ნუ ძირითადად ქუჩაში ხშირად მიწევდა. ეხლა რო არ ჭუბენ ბავშვები და უფრო დანებს ურტან ერთად, იმ დროს არ იყო ესე ჩვენთან, უფრო მუშტიკრივით ვაგვარებდით კაცურად და ამის არც მომხრე ვარ, მაგრამ არც წინააღმდეგია ბავშვმა უნდა იცოდეს. ამას აქვს ადგილი. ხო, აქვს ადგილი. ნუ გააჩნია მას რა ქვია, მე როგორ არის? ზომა. მე რო შეგეუნე. რუსულ გამა. მე კაც კარტულს ვასწავლე, ხო, ხო და სამწუხაროდ ეს რუსული სლენგები შემორჩენილი მაქვს
ჩინის სამუშაოდ, მაგრამ აქამდე წინა ვიდეოზე ბევრმა დაწერა რატომ ამბობ დაგესტანი, იმიტომ რომ რუსული ენა იყო ჩემი პირველი ენა და ზოგ სიტყვებს წარმოთქვამ რუსულად. მესმის რომ დაღესტანი არის, მაგრამ აი რუსულად დაგესტანი არის დაუშვათ. დაგესტანი რადგანაც რუსეთშია, შეცდომაც არ არის. ხო, მე რადგან შენაკრები, ალბათ მაგითო დავამოწა დაგესტანი და დაღესტანი. ძალიან თქვა შეგვიძლია. როგორი დაკურებული კომენტატორები ვყავთ? კი, ძალიან კარგია, რასაც შეამჩნევთ ყველაფერი დაწერეთო, ჩვენ გავითვალისწინებთ. დაგესტანს არ დაუძახოთ გავაგზავნოთ ის რომ ანუ ახლო იყო რა, ძირითადად ჩხუბები გვიწევდა და აქედან გამომდინარე სულ მქონდა იმის სული რომ მეჩხუბა. ეს სულ. ცეკვავდნენ ვასკლავები. ჩემი ისტორია ახლა რომ მოყვე. ძალიან საინტერესო ბიოგრაფია. საქართველოში რო ჩატარდა პირველად ცეკვავდნენ ვასკლავები. კი. ეკვა ჩვენ ვიყვართ ცეკვა, ბათუმში ჩატარდა. მე მაშინ ფეხბურთს დავდიოდი, მე ფეხბურთს დანებული მქონდა თავი, რაღაც ჩემს სტიქიებში ვიყავ, სამსახურებს ვეძებდი რაღაც არქეტიკით და იქ მივედი რა კასტინგს. და მე როგორც სპორტსმენი ამირჩიეს, ცეკვავდი, ანუ ჩვენ ვიყვართ ცეკვა, სტილი იგივე იყო რა. ხო, იგივე შოუ იყო რა. ხო, ცეკვავდით, გავდით ცეკვებს, განსხვავება არაფერი იყო, გვიმესიჯებდნენ და რაღაცა და სხვაშორის ნახევარფინალში გადავედი და ნახევარფინალში მე ანუ ცეკვავ შენ, ესე გამოდის, კარგად და ჩვენ იმაზე შემოდით ინსტაგრამზე და ნახეთ ჩასკროლეთ ცეკვები არის. მოკლედ და ანუ ცეკვავდნენ ვასკლავებში მივიღე ესე რომ ვთქვათ, ისა რა ქვია, როლი დაჟე ნახე იმ პერიოდში. როდესაც საქართველოში ცეკვავდნენ ვასკლავები არ იყო. ეს 2012 იყო თუ რაღაც. ანუ ამ სტილის დამაარსებელი ხო, ხარ. ხო და სპორტსმენების რაზე დავიწყე საუბარი რა ცეკვები პროგრამაში. ანუ რომ მივედით იმ პერიოდამდე, როდესაც MMA-ში გადადი და მანამდე რითი იყავი და ხო, MMA-ის გას. ნახე, როგორ რაღაცა იმ პერიოდში იქ რო ცეკვავდი, ტარდებოდა რაღაც ტურნირი. იმაში სანდაში. უშუ სანდა. ხო, სანდაში ტარდებოდა ტურნირი და ორთაბრძოლების ერთ-ერთი მიმართულება. ხო და ძიმე წონაში, ანუ ერთი ტიპი იყო, მარტო ერთი ტიპი იყო, ძიმე წონებში და მითხეს თუ იჩხუბებოდა. მე მეთქი, ვიჩხუბე რა, ხო ზავზავ. თან იცეკვებ, თან იჩხუბე, ფეხბურთსაც. მეორე დღეს მქონდა ნახევარფინალი. და მე იმდენად თვით დაწუნებული ვიყავი და ქუჩაში, აი, უამრავჯერ მაქვს ნაჩხუბი და იმიტომ კი რომ ბოროტირო, რომ სიტუაცია ხდებოდა ეს. თან არც დავიწყდი პირველი. იმერეთის კაც რეალობაში. ხო და ანუ როგორ თემა იყო, იცი? მეთქი ვიჩხუბე თქო და მაშინ ვიჩხუბ პირველად რინგზე. მეთქი რა უნდა მიქნას ახლა ორი ადამიანი ვიქნები. რა შეგრძნება იყო პირველად რინგზე მომზადებელი. არაფერი, აი იმაში რო ხარ რა, ხოძე რო ვიჩხუბი რო გინდა. ადრენალინი და. ხო, ადრენალინი გაწვევა და ჩხუბი გინდა, არ შიში და არაფერი რა, საერთოდ. ის ტიპი გამოცდილი იყო, რა თქმა უნდა, ახლა დადიოდა ბავშვობიდან ჩხუბში და აი კარგად ვეჩხუბე რა, ეგ ჩხუბიც მაქვს იმას. მართლა, ეგ უნდა ვნახოთ. აი ფეხებს ვიქნები ხო. აუცილებლად ჩავსვამთ ამ ვიდეოში მოკლედ. ფეხებს ვიქნები, რაღაც ხელებს, უაზე ხა აი კასკა გადავაძე. ქუთაისურად. ხო, აი არასდროს რო არ მივლია, ესე რომ ვთქვა, საბრძოლო ხელოვნებაზე პროფესიულად კი არა, საერთოდ. ну ბავშვობაში იყო რაღაც კარტის მასწავლებელი, კიმანოვის ფული აკრება და წავიდა. ხო. კი, ალბათ იაპონია, ტოკიოში. ტოკიოში დავიდოდა. ეს ერთადერთი რასაც მოსწავლე დაგვაყენებდა თავზე. ფეხებს გავშლებინე და ვინც მოხვიდა ფეხს გვიტყავდა რა, ანუ დისციპლინა. ეს ვანდამსა ფილმები ევასებოდა. ხო, რაღაცა 90-იანი წლების გადმონაშთები და რაღაც. ну მოკლედ, ავიღე პირველი მოვიგე რა, ჩემ წონაში და როცა მოვიდა, აი ის პერიოდია, როცა მოვიდა მედალის და სიგელის ფული მომთხოვეს 35 შენ უნდა დაგედო? ხო და 35 ლარი, ეხაც ბევრია ზოგისთვის და მაშინ კოლოსალური თორსაკს იყიდი. რას ლაპარაკ, კოლოსალური და 2012 წელს 35 ლარად კეიფოდი, ორი ადამიანი იმენა მაგრად კეიფოდი რა, თავის ხინკალი დასალევებით და კიდე ვიღაცებს უგზავნი რა, მეორე სუფრაზე რაღაცა. ესე რომ არ მქონდა ახლა, მართლა არ ხო, მესმის როგორ რთული არ მაქვს მე უთხარი და მიცეს იმ ბიჭს. შენ მოუგე იმ ბიჭს. ხო, მოუგე, ხელით ამაწევინეს ყველაფერი და იმ ბიჭს მიცეს. აი როგორ გამიტყდა, იცი, აი მაგრად, აი ამით სულდა ყველაფერზე გული მაგ ხრივ რა, რომ ამ სპორტში აღარ გავყვებოდი რა. კი მქონდა რაღაც მონაცემები, მაგრამ ამ სპორტში აღარ გავყვებოდი. ნუ შევეშვი რა, ვიცი რომ ამაში ფული არ შეეშოება, ფეხბურთს მაგერ დავანებე თავი ფული არ შეეშოება, არ გიხდიდნენ, იმას რა ქვია. დაგუ არ ესე დაგვხდა. იმ პერიოდში, გეტყვი ახლა რეალობაში $5,000 მომთხოვეს დინამოში რომ ეთამაში. აი, კარგად თამაშობს, მაგარი ბიჭი ხარო, დაჟე შემოწმებაზე სხვათა შორის რო იცოდე, შალკე 04-ში ვიყავი გერმანიაში, არასრულწლოვანი როცა ვიყავი და ესე მითხეს გერმანიაში, სრულწლოვანი რო გახდები, ჩამოდი და მე ხუჯერ ამომცევს გერმანიის ვიზა. აი ის პერიოდია, როდესაც მე შემელო კარიერა ამეწყო გერმანიაში და ხუჯერ ვარ მომცეს დღეს რო ვიზები გაუფასიურებულია და მე რა ვიზებს თუ ჩაგვიხსნიან, ხო იცი? აი ერთი ოცნება მაგაში ჩამიკვდეს.
მოკლედ დავუბრუნდით ის თემას და შევეშვი რა. მე მუსიკა გასმესმოდა მუსიკაც გესმოდა. ყოველმხრივ განვითარებული ადამიანი ხარ. სმენა მქონდა და მე ცეკვა, რეგბი, ფეხბურთი, მუსიკა. მე შევიკრიბეთ გუნდი, წავედით მე ჩინეთში რაღაც სამსახური გამოჩნდა. ჩავედით ჩინეთში და ჩინეთში ვიმოღვაწევე DJ MC. ეს რა ასაკი იყავი? გეტყვი ახლა 91 короче, სადღაც 2012 წლისთვის წავედი მაქით რა. 2012-2013 თამაშობდა მას წლები. და პოპულარული ალბათ ეს ევროპული ვიზუალი რო გქონდა, მაგიტო ბიჭო, უფრო ნიჭის გამო რა. ნიჭის გამო ანუ სწავლობდი DJ-ს. ხო, კარგად მესმოდა მუსიკა, აი DJ-ს ხა ხო არის. მიქსავდი და რაღაც. კი, რომ მიქსავდი და თუნდაც ეგ ვიდეოს ჩასვი. ეგ ამ ვიდეოსაც ჩავსვამ. ეგ ვიდეოს ჩასვი და მე ვიყავი MC რა. MC მიკროფონი. დაყვირევდი, ანუ MC არ მიკროფონით ხალხს იმაშა, აი მაგრად ევასებოდა. ეხლა კარგი წამყვანი ხარ. მაგრად ევასებოდა, აი ძალიან მაგრად ევასებოდა და ვავსებდი სულ. მე ცოტა ხნის რომელ ქალაქში ბოდიში? ყველა ქალაქში. ყველა ქალაქში. ნუ ზირთადად დაადევი ჩინეთს, ასე დიდი ქალაქში რაც ანუ მთლიანად ეს შემოვიდა გაქვს ჩინეთი მართლა. გასტროლები. რამდენი ხანი გასტროლები. აი შეიძლება ეხლა დამცინოთ. მაგრამ სამწუხაროდ ის ვიდეოები რაც მაქვს DJ-ის ვიდეოები მაქვს, მაგრამ არის ვიდეოები, სადაც ნუ მე არ მქონდა ტელეფონში მქონდა, სადაც როცა მე ჩავდიოდი ქალაქში, როგორ ხდებოდა იცი? კალიდოს მიკეთებდა რომ ხას არ გავიწყდა. პოპულარული ვიყავ. DJ-ის ვარსკვლავი. გაზეთშიც მიაგმაგრე. გაზეთში წერია რომ ჩინეთის ტოპ ასეულში, ჩინეთს ხო თავისი ტოპ ასეული ყავს. ჩინეთის ასეულში თუ ხარ ლეგენდა. პირველ ადგილზე ვიყავ. რა მილიარდი არიან. პირველ ადგილზე ვიყავ DJ-ების ჩინეთის ტოპ ასეულში. ვაუ. მაგის ვიდეოც არსებობს, გაზეთში დაბეჭდოთ არსებობს და ის არსებობს, რა ქვია, სადაც გვერდია და იმის სკრინს არსებობს. ხო. მოკლედ ძალიან პოპულარული ვიყავი ჩინეთში. ნუ შიგადაშიგ ეხა დარბაზშიც დავდიოდი, ხელებს ურტყამდი რაღაც, მაგრამ პროფესიონალურად არ მქონდა რა ეს თემა. და ახალ ქალაქში რომ ჩავდიოდი, მივდიოდი დარბაზებში და დარბაზებში ახლა უცხოეს რომ სავარჯიშო. ხო, სავარჯიშოდ ახლა და დარბაზებში ახლა უცხოეს რომ დამინახავდი საბრძოლო დარბაზებში, მიწევდნენ ხოლმე რა. სასპარინგოდ? ხო, სასპარინგოდ მიწევდნენ ხოლმე. პატარები არიან ფიზიკურად რა. ხო და короче, მაგრად ხებავდი რა. ხო ხდები, ანუ კუნფუ საბრძოლო რეალურ ბრძოლიდან ძალიან განსხვავდება. კი. სპორტისთვის ძალიან კარგი არის, მაგარი ენერგია დისციპლინისთვის, მაგრამ საბრძოლო ხელოვნებისთვის არაპრაქტიკული. ხო, არაპრაქტიკულია და ჩემი კუჩური ჩხუბი ულაწუნებდი რაღაცები ვისწავლე იმათგან და ის ვინჩუნ მევასებოდა სპეციალურად. მაშინ მაღალი ხელფასი მქონდა, ეხლა რომ მაღაზიაში შედიხარ და ფასდაკლებას ეძებ, ის ვიყიდე რკინის ის რო არის, რა ქვია დასადგამი ჯოხები და რაღაცები როა. მაგის ვიდეოც იქნება ლეგენდარული ჟორჟი იპმანის იმაშიც ვიყავი, რა ქვია, სადაც არის ეგ ფოშანიდან. მაგაც ვიყავი ჩასული, ვნახე რაღაცეები, მაგის მოსწავლესაც დაველაპარაკე სამწუხაროდ. ბევრ რაღაცეები იმ ტელეფონში მქონდა, რომელიც ან გაიბნა, ან სადღაც, ნუ ინფორმაცია გაქრა, ბევრი ინფორმაცია. როგორი საინტერესო ცხოვრება გქონია? სასწაული. და მოკლედ ჩამოვედი საქართველოში. რატომ? გეტყვი ახლა მე ძირითადად ჩამოვდიოდი, აი ეს მთავრობა რომ მოსულიყო, ამ მთავრობის გასაქმნელად ჩვენ რო არ ესმის. ეს მთავრობა რომ მოსულიყო, ჩინეთში ბილეთი ვიყიდე, რომ სააკაშვილის პერიოდი წასულიყო. აჰა. ხმა რომ მივეცა ამ მთავრობისთვის, რომ რაღაცა შეცვლილიყო. 2012 წელი იყო. ანუ თულა ჩამოფრინდი ესე გამო. აზე ხარ 2012 ბილეთი ამ დამიბრუნეთ ბილეთის პული $800 გადავიყადე მაშინ. ფული და ის დრო. ხო. ნახე და ჩამოვედი და ეხა რომ ნაციონალი ხარ რომ მიძახიან იმაში რა ქვია მიტინგზე რო გავდივარ რომ ვითხოვ რომ ხალხს უფრო კარგი ცხოვრება ქონდეს, უფრო მეტი ხელფასი ქონდეს, უფრო მეტი შესაძლებლობა ქონდეს და რავი, ყველაფერი ქონდეს ვიდრე არა გვაქვს. პოლიტიკის დაემატება შეცდები. პოლიტიკაში ხო ვთქვი მისული ვიყავი და არ მომეწონა მაგათი რაღაცა. წინა გადაცემა თუ იყურებათ უყურეთ. გაითვალისწინეთ. ხო და მოკლედ ნუ ეს პერიოდი ხა იქ ვარჯიშობდი სხვადასხვა დარბაზებში, სხვათაშორის ძალიან დიდი წვილი შეიტანეს ჩემი მოაიტაის სტილთან დაკავშირებით უშუალოდ მოაიტაილი ბიჭების სახელები არ მახსოვს ახლა ერთი მეგობრებში წყავს ის უკვე ცნობილია იქ რა ქვია ჩინეთში ჩხუბობს დღემდე მოაიტაის სტილი ძალიან მომწონდა და ერთი პერიოდი ვიყავ ერთ ქალაქში სადაც 3 თვე მუშაობდი ერთი კვირით ჩავდიოდი ხოლმე და მე მიტოვებდი და მე რომ მომბეზდებოდა
ან სხვა ქალაქი მინდოდა მენახა, უკვე სხვა ქალაქში ვეძებდი კონტრაქტს. თორე მე რო ჩავდიოდი კლუბში, ჩემი გაშვება არ უნდათ რა. სულ ხალხს ხვდავდი და რაღაცა და აი იქ დავიწყე, ესე რომ ვთქვათ, მოაიტაიში მომზადება და ესენი უფრო პრაქტიკულია. ხო, 27 წლის ტიპი იყო და დანებებული ქონდა უკვე თავი. მან 27 წლამდე თუ მიაღწევდა არ კოჭლობდა რაღაცა, უკვე კარგია, ხო? კარგია, იმიტომ რომ მან წელიწადში აი უამრავ ჩხუბობენ. კი. ძალიან კონკურენტულია. 25 წელი უკვე ვეტერანი ხარ მან. ვა. ძალიან სტადიონების ისე არ დაბლოკა. აი ეხლა ვისთან არ მისპარინგია? ვიზე არ დამირტყა ლოუკიკი ფეხში. აი როგორც ბეტონს ისე რომ მოხდებოდა ისეთი შეგრძნება ქონდა ფეხი. ტყიოდა ფეხი. აი ამაზე რომ წვივზე კი არა, აი ამაზე რომ დაარტყავდი ბარძალზე. გამაგრებული ქონდა. კი, აი ძალიან გამაგრებული ქონდა და ისინი ამუშავებდნენ ლოუკიკებს. მე რომ მივედი დარბაზში, გუშები ხო იყო და ერთი გუშაა და ლოუკიკებს ამუშავდა ბუ ესეთი ხმებია და მე მივედი და ხა მეთქი ცოტა ნელა დავარტყა მაინც ხო გამიგე და რომ დავარტყე აი როგორც ქვა. გეფიცები აი სხვა გუშებიც იყო, მაგრამ ის გუშა იყო იმენა პროფესიონალები, როგორც ქვა, ჩაპრესილი რო არის, ხო იცი? თუ გუშას ქვევიდან თუ მოხვედრია ფეხი. სილა რო გროვდება. ხო, აი თავიდან ბოლომდე ესე იყო. ნუ მოკლედ იდეალური ცხოვრებით, ესე რომ ვთქვა. ეს ქალაქი საბრძოლო ცხოვრებით გამოვლი რა? რომელ ქალაქზე გვაქვს საუბარი? აუ ზუსტად არ მახსოვს. შენიანი იყო თუ რაღაცა. აგავს სახელები. ნუ ქალაქები შემიერმა ეს რაიონი იყო რაღაც. ნუ მოკლედ იქიდან რომ ჩამოვედი საქართველოში, ნუ პერიოდს ჩავდიოდი, ყოველთვის ცდილობდი მენახა კალიდორი. დიდი ხნის არ ვიღებდი ვიზებს, ვიღებდი შემერო იქ წლიანი ვიზის ახება, მაგრამ ყოველთვის ვღებულობდი 6 თვიან ვიზას, რომ აუცილებლად ჩამოსულიყავ, იმიტომ რომ დიდი ოჯახი მყავს, ოჯახი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობდი რომ ჩემი ოჯახი მაინც მენახა და ჩამოსულიყავ. ოჯახი საცხოვრობს შენ. იმერეთში, ბაში, ხო, ბაში და ნუ 6-დან მყავს, ალბათ მაყურებელმა არ იცის, მაგრამ წინა გადაცემებიდან შეიძლება იცის 6-დან მყავს, მე ვარ ბიჭი მე-7. ნაბოლა რა. ხო და 6-დან ვისწავლე ჩხუბი. და დაბლოკოებია, ხეს ხوار დაუბრუნებდი გოგოს და დაბლოკოები ვისწავლე 6-დან. ნუ მოკლედ საბოლოოდ არა ხელის გულზემს დიდენ ფოტოშოპს. საბოლოოდ რო ჩამოდიოდი ამ პერიოდებში, სულ ვეძებდი კალიდორს, რომ იქნებ რაღაცა შეიცვალოს. რა მხრივ? აი იმისთვის რომ საქართველოში გაჩერდე. იმისთვის რომ ხელფასები უფრო რეალური იყოს, ვიდრე ეხა არის. მესმის. აი დაუშვათ ვიღაცას აქვს დღეს 1200 ლარი ხელფასი. მეუს აქვს ესეთ ხელფასი. ეს იმდროინდელი 600 ლარია. რეალობა შეიძლება 400-იც. ხო, კი, დავიცავ. იმიტომ რომ მაშინ თუ აი მაწონზე გეტყვია შეხო მაღაზიაში მაწონი ყავს 4 ლარი. მაშინ ღილა ლარი. განსხვავება ხო არის 1-4. ხო, განსხვავება ხო არის ეს. აი აქედან გამომდინარე მაწონის კურსით. ჩვენ ძირითადად ვითომ ბევრი 1200 ლარი ბევრია, მაგრამ ძირითადად გვაძლევენ საჭმლის ფულს. ინფლაცია ქვია მას. კი, მესმის. როარ დავწერ. ჟორჟიკ, ეხლა აი მივალ ვაქამდე ჩამოვედი საქართველოში, ჩამოდიო და ვერ ვნახე ეს პერიოდი რომ რაღაცა შეიცვალა. ან ბიზნესის წამოწყება, ან რაღაცა, იმიტომ რომ ბიზნეს რო წამოიწყებ, აი ხა მე რო ჩამოვიტანე ხო დასალევები, ხო გახსოვს? ხო, ფული არა, ბიჭო, ვერ ყიდულობენ. ხო, მესმის. ურჩევნია იმან რაღაც 5 ლარიანი რაღაც პლასმასის რაღაცა იყიდეს და სუნი კონდეს იმას, ვიდრე ეს კარგი რაღაცა 50 ლარი გადაიხადა. ხარისხი მეორე პლანზე გადადის. მეორე პლანზე გადადის. ჩემთვის ახლა პირიქით ხარისხია პირველ პლანზე, მაგრამ ხავს რომ სხვანაირი უკვე გაზრდილია ეს ხალხი რა, რომ ხარისხი იმისთვის არაფერი არა. ნუ რა თქმა უნდა, სამწუხაროდ უმრავლესობა. და რომ მოვედი, ჩამოვედი საქართველოში, გადავწყვიტე რომ MMA მეჩხუბა რა. ჩემი განმოსახედიდან ღამისთევები მე არ ვეწევი არსვავ ნარკოტიკი რა ცხოვრებაში არ მივიღეთ ნაპასი არ დამეწყა სიგარეტის ცხოვრებაში და ეს რაღაცებს ჩემგან შორს ამარ ღამის თენება არის ყველაზე ცუდი. კი. და აქედან გამომდინარე მე უკვე არ დირექტორი ვიყავი, შოუებს გავდი და ჩინეთში ასევე მოგზაურობდი ჩინეთში აგზელებდი. კი და 2017 წელს რო ჩამოვედი, გადავწყვიტე მეთქი, მოდი ხა ამდენი ხანია ვჩხუბობდი, შეში არ მაქვს ჩხუბის. ორი კაცი ვიქნებით იმაზე რა ქვია კლეტკაში. ხო. რა უნდა მიქნას ახლა. ხო ხდები? ცთი თუ წავაგე, თუ რაღაცა ვიღაცა გამიგდო რა, კაროჩე დამამგონა ასე რა ქვია. ნაგვის კატას დავანებებ სპორტს თავს. თუ ჩემ თავს ჩავთვლი რომ ვიღაცა ძალიან ძლიერად მომიგო რა. ხო. და დავიწყე ვარდიშა გიორგი ტაპატაძე, შოთა ბეთლემიძე, მაშინ ერთად ვარდიშობდნენ, მივედი მაგათა და
მეც რაღაცა მოაიტაი რაღაცა ჩემი სტილი მქონდა. ნუ ეხლა იგივე სტილი მაქვს, რაღაცნაირ უცნაური სტილი და ჩემი სტილით დავიწყე მაგათთან ერთად ვარჯიში. და შემდეგ უკვე ესე მახსოვს რომ 30 სიყავი ხო მაშინ. 30 წლის ვიყავ რომ დავიწყე ვარჯიში და MMA-ში და ნახე როგორა სიტუაცია მე ხო სპარინგებზე ან ლაითი სპარინგები. კი. ლაითი სპარინგები მიყვარს, არ მიყვარს ეს ჟორსტკი სპარინგები და რაღაცები. არავინ არ მახსოვს რომ ან ტუჩი გამეხიოს, ან თავი, ან ცხვირი გამეტეხოს, ან რაღაც ან ნოკდაუნში გამეშვას, იმიტომ რომ ჩემი მუშაობა აი და აქ რო სპარინგობდი ბიჭებთან. ყველას ეგონა რომ არ შემელო ჩხუბი. არა, რინგზე რო შევედი ახსენი ჟორჟიკა. როგორ შეგრძნება იყო პირველი ჩხუბის? არა, აი ან შიში ან არა, ნახე თავიდან ჩხუბამდე, რამოდენიმე ჩხუბზე მქონდა აი ადრენალინი მოგაწובה და აი ადრენალინის მოწובה და აკანკალება. ანუ უფრო არა, ადრენალინი, შეში არანაირი. მე უკვე ახლა ადრენალინს არ მაქვს. ეხლა მაქვს ადრენალინი, როცა მოვიგებ მაშინ. ანუ მანამდე სახე მეძინება რა. ერთი სამი ბრძოლა იყო თავიდან, რომ ესეთი ადრენალინი მქონდა, რომ აი გაკანკალებდა, იმიტომ რომ ჩხუბიგინაი რომ გაწובה ადრენალინი თუ დანარჩენ უკვე მე უკვე ჩაოლებული. რამდენი ბრძოლა ჩაატარე აი დღესდღეობით? დღესდღეობით მაქვს 15 ბრძოლა მაქვს ჩატარებული. 10 ხუთზე მაქვს რეკორდი. აქედან ჩემი ძირითადი წაგებები 2 წაგება არის ტრავმის გამო, რეალური ტრავმის გამო და 3 წაგება არის ესე 2 დღეში შეცვლის გამო. და ესეთი რეკორდი მაქვს მაგის გამო რა. ანუ ტრავმების და სულამზადების გამო. თუ როცა მქონდა დრო, სულამზადები არის სიტუაცია, როდესაც ჩვენი დარბაზი გიორგი ტაპატაძესთან, მემეტეში ედოსთან. ეხლა კონკრეტულად თუ გაქვს მიზანი? ჩემი მიზანი იყო UFC-ში მოხვედრა. რეალობაში რომ დავიწყე სპორტი, ნუ ყველას ალბათ იგივე როგორც ჩემი მებრძოლი, ყველას უკვე UFC არის როგორც ჩვენ თქვი ოლიმპიადა და high level. კი, და ჩემი მიზანი არის რომ UFC-ში მოვხვედრილიყავ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა იქიდან გამომდინარე, რომ შეეცა ხარ ნოკაუტორი, კარგი მებრძოლი, არავის არ უნდა დაკარგოს ნული. კი, იმას. ან წააგოს, ან იმიტომ რომ ყველა ესე ფიქრობს და რო ხედავენ ახლა შენ რომ ესე კარგად ჩხუბობ, რატო ჩაგიყვანს ახლა და რატო გაცემინებს თავს? ანუ ახლა შენ ან უნდა გააკეთო ეგრევე ნაბიჯი მაღალ ლიგაში, იჩხუბო, ან უნდა დიდი ხანი მოგიწევს ლოდინი, სანამ რაღაც ჩხუბები გამოჩნდება, ესე ხო, იდეალობაში ეგრე, აგერ ახლა სასონხეჭრო ვიყავი. შენი აზრით რა მაინტერესებს? აი ესეთ საინტერესო ცხოვრება, უამრავი პროფესიები, რომელსაც შენ დაეუფლებ. ეს გამოცდილება შენ სპორტულ კარიერაში გეხმარება? აი ესეთი ცხოვრებისეული გამოცდილება. ნახე როგორ რაღაცა ჩემთვის MMA არის ცოტა რომ სიტყვიერ გამოსე რაღაცის შექმნა. აი როგორც მუსიკას ქმნი და ხელოვნება? ხო, ხელოვნებაა რა. აი ბოქსი მიჭერს მაგალითად. ბოქსს გადათვალე დავშე რო ჩხუბ. ჭიდაობა უფრო მეხერხება ამ ბოლოს. კარგად ჭიდაობა ძალიან, კი. და მე შეზღუდვები არ მიყვარს. მიხვდი? MMA-ს როცა ჩხუბობ, იქ შეზღუდვა არ. მოგწონს ბრძოლა როგორც ხელოვნება გახსნილი ღია. ანუ შეზღუდული არ უნდა იყო, მოძრაობ, რაღაცას აკეთებ, რაღაცას გამოიგონებ და ანუ ეგ მომწონს, ეგ სიტუაცია რა. ძირითადად პროფესიებში, აი ფეხბურთი, რაგბი, ხო, მუსიკა, ცეკვები, იყო არის რაღაც საერთო რაც ხიბლავდა და ამის გამო გადადიოდი. თუ უბრალოდ სიახლე მოგწონს ცხოვრებაში რომ გაქვს. ის იმედით გადადიოდი, ან რა ხიბლავდა შენი აზრით? შეიძლება ჩემი ყველა კარიერა იცვლებოდა შემოსავლისგან გამომდინარე. მიხვდი? მაგრამ ხო არა მხოლოდ შემოსავალში, ასე უამრავი პროფესია არსებობდა, რომელსაც ხო, მაგაზე მივიდოდი, მაგრამ მე შემიძლია ძალიან ბევრი რამე ავითვისო და ძალიან ბევრი, ანუ რატომღაც მაქვს იმის უფლება, რომ ადვილად გამომდის. შეიძლება რაღაც პროფესორი და უმაგრესი სპეციალისტი არ ვარ იმ საქმეში, რასაც რამეს ხეს მოვკიდე, მაგრამ სპეციფიკაში ღრმად არ შედიხარ. არა, შემიძლია რომ შევიდე. შეგიძლია, მაგრამ არ შედიხარ. აი DJ როცა ვიყავი ხა მაგალითად ძალიან ჭამაში იყავი, ძალიან ჩართული ვიყავი 8 წლის განმავლობაში და პერიოდი. ტოპ პირველი საღება ჩინეთში ესე ადვილი არ არის. ნუ პროფესია ეს პროფესია მქონდა უმაღლეს დონეზე რა, თავისი შოუებით და დადგმებით და მთელი ერთიანობით. აქედან გამომდინარე ვაღწევდი ამ შედეგს. აი ისია MMA-ში რომ პოსტა ხელშეწყობა არ არის. მიხვდი?
ხეშეწყო რო იყოს, დღეს რაცა ვარ, უფრო მაგარი ვიქნებოდი. კი, ეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფინანსები და მაინც ყველა მაინც ფინანსებთან მიდიხარ რა. აი ეს მაყურებლისთვის ახლა რამდენად შეიძლება პიროვნება სპორტსმენის, რომელსაც თქვენ იხილავთ კრივი იქნება ორთაბრძოლა, რამდენად შეიძლება საინტერესო იყოს და რამდენად სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს. ორი წიგნი მაქვს დაწერილი. ორი წერალი. მუსიკოსი. სხვათა შორის ორი წიგნი მაქვს დაწერილი, ორივე არის ატვირთული, სამწუხაროდ თანხები არ აქვს. თორე დაბეჭდილი მექნებოდა საბა არის ესეთი. სახელი წიგნების. ერთი არის ვეშაპებზე მონადირე, დეტექტივი და მეორე სასიყვარულო ურთიერთობებზეა, რომანი არის, ქვია სანამ პულსის ხმა ისმის. საინტერესოა. დაგუგლეთ და წაიკითხეთ თუ გექნება აწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ. ხო. ჩემ დაწერილი წიგნებთან დაკავშირებით. კიდევ წერ ლექსებს, რავი, ბავშვობიდან ხატვა ჩემი მარტივად რომ თქვა რომ შემიძლია ჩემი ნახატაც იქნება აქ სურათი. მე მაქვს ნახე. შეხარ ხელოვანი. აი, ხელოვანი კაცი, შენი ნახატები სხვათა შორის. აფთოვანებული ვარ, მინდა გითხრა, ძალიან კარგი, საინტერესო ნახატებია, ბევრი შრომას დებს ნახატი, იმიტომ რომ ესე არ არის ახლა მე რო დავხატავ ფანქრით. 60 დღეში შეიძლება წლები მიახარჯოს და წლების განმავლობაში ახალ-ახალი პეიზაჟები შეეცინოს. ზეთით ხატვა თავისებურია. სულ სხვა სფეროა და ანუ შენ ვერ შეგეძლებ, მაგრამ ჩემპონჩი არ მე ძალიან მომწონს შენ. ჩემპონჩი რაღაცას როდი გამომდინარე იმდენი გამოცდილების რომელიც შენ შეაგროვე, რას ურჩევდი აი ბავშვს რომელიც იწყებს კარიერას, ეძებს თავის თავს, რას უნდა მიაქციოს ერთად ყურადღება, რომ მიაღწიოს წარმატებას და იყოს წარმატებული ადამიანი. ჩემსავით ნუი პროფესორებთ, მაგრამ თუ კი რაიმეს სურვილი გაქვთ, აუცილებლად უნდა ცადოთ. გამოგივა თუ არ გამოგივა. როგორც უნდა იყოს თვით კრიტიკულები. ესე არ შეიძლება რომ ძალიან მაგარი ვარო. ძალიან მაგარი. არა, ყოველთვის უნდა კრიტიკის მოსმენა არის საჭირო. ყოველთვის უნდა იყოს თვით კრიტიკულები. დაჟე მე რო ბრძოლებს ვიგებ, ჩემ ბრძოლებს რო უყურებ, ძალიან ბევრ შეცდომას ხედავ იქ. და იმას არ მომხო, აქ რა მაგარი ვარ და რაღაცა. ყოველთვის იყავით თქვენთან თავთან თვით კრიტიკულები და აი ეს მიგიყვანთ ზუსტად იმამდე, რასაც აკეთებთ. აი დავუშვათ ვიღაცა მღერის მაგალითად, ხო? კარგი ხმა აქვს, ვიღაცა ცეკვავს. აი ქართული სუფრის დრუხვარი მკაჩერდა იქ ნახე. არა, აი დავამთავრეთ 2 წუთი და დავასრულოთ. აი როგორც ქართული სუფრა, ისე უნდა იყოს, აი როგორც ქართული სუფრა, ისე უნდა იყოს. თამადა რომ ზის და ეუბნება რომ შენ კარგად ცეკვავ ხარ, მოდი მას მუსიკას ჩაურთავს, შენ ვიმღერე, ვიღაცა მაგარი ლეს ამბობს, ამ კაცს მოусმინოთ, მართავს, ესე უნდა მართავდეს შენ თავს. რამე არ შეგიძლია არ გააკეთო. და შენი აზრით აი სამი პრინციპი, კანონი რომ ჩამოაყალიბო წარმატების ნებისმიერ საქმეში რა იქნებოდა ეს? პირველ რიგში შენ თავის უნდა გჯეროდეს. სწმენა. პირველი იყოს სწმენა. მეორე რიგი უნდა გქონდეს თვით კრიტიკა. თვით კრიტიკა. ამის გარეშე წინ ვერ წახვალ, იმიტომ შენი თავის ვარ აკეთებ, წინ ვერ წახვალ. შენი თავის თუ გწამს, კრიტიკაც სწორი იქნება, ეს ორი რაღაცა ერთმანეთს უკავშირდება. კრიტიკა და მესამე რა შეიძლება? და მესამე არის დაუღალავი სიყვარული იმის მიმართ, რაც შენ გიყვარს და რაც შენ გარშემოა. ძალიან საინტერესოა. შენ გარშემოში, ნუ ეს შეიძლება შენ გარშემოში იგულისხმება ის ხალხი, ვინც შენთან ერთადაა. და არასოდეს არ შეგეშინდეთ, დავამატებ კიდე ერთ. არასოდეს არ შეგეშინდეთ იმ ადამიანების დაკარგვა, ვინც ცუდი გაგიკეთა. ო, იმიტომ რომ შენ ბოლოში, როცა შენ მიხვალ იქამდე, რომ შენ ჩამოყალიბდები იმ ადამიანს, რომელიც შენ თავი მოგწონს და თვით კრიტიკა გაქვს, მაგრამ მაინც მოგწონს ესეთი, იმ მომენტში შენ გეყოლება გვერდში ისეთი ადამიანები, რომელიც უფრო გაგამაგრებენ, ვიდრე მოგარყევენ. საჭირო ადამიანი მოვა საჭირო დროს, კი. დიდი მადლობა. მე გისურვებ წარმატებებს MMA-ში და რომ შენი მიზანი, შენი ოცნება გადაიქცეს მიზნად და მალე განხორციელდეს. ყველაფერი ამოკიდებულია ჩვენ თავზე და გარშემო გარემოებაზე. აქედან გამომდინარე, ნახოთ რა იქნება. მეც მადლობას მოვახსენებ იმისთვის, რომ დღევანდელ ცხოვრებაში მომცა ის რაც მაქვს. დაალშებოლშე ჩვენზე დამოკიდებული.